რაც შეეხება ჩაბარების სტატუსს, პირველად ჩაბარებაში არავის არ გადაუხადოთ ფული და არავინ არ დაგარწმუნოთ იმაში, რომ ვიღაცის წყალობით მოხდა თქვენი ჩაბარება. არა, ეს არის ტყუილი. ერთადერთი რისი წყალობითაც ხდება ადამიანების ჩაბარება ევროკავშირის ქვეყნებში არის დეპორტაციის დაცვის მექანიზმი, რაც გულისხმობს იმას, რომ ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში თავშესაფრის განაცხადის წარდგენის შემდეგ პირი არ შეიძლება დაბრუნდეს სხვა ქვეყანაში, სადაც მას დევნა ემუქრება. ეს გამომდინარეობს ჟენევის სტოლისა კონვენციიდან და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციიდან. ანუ ეს ორი კონვენცია იცავს ადამიანებს იმისგან, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა განხილვის გარეშე არ გაუშვან პიროვნება უკან, ვინც ითხოვს თავშესაფარს. გარდა ამისა, არსებობს დუბლინის, ესე ვთქვათ, რეგულაცია და მესამე რეგულაციის მიხედვით ქვეყანა, სადაც თავშესაფრის მაძიებელი პირველად შევიდა ევროკავშირში, ზოგადად პასუხისმგებელია თავშესაფრის მოთხოვნის განხილვაზე. ანუ ეს რას გულისხმობს? მაგალითად, თუ რეგისტრირებული ხართ იტალიაში და თქვენი თითის ანაბეჭდებში ევროდაკის სისტემაში პირველად დაფიქსირდა იტალიაში, იტალია არის პასუხისმგებელი თქვენი თავშესაფრის მოთხოვნის განხილვაზე.